მოგესალმებით მეგობრებო, ჩემგან ხელმარჯვნივ თქვენ ხედავთ მოსკოვში არსებულ, მოსკოვის შემოგარენში არსებულ რუსულ ნავთობ გადამამუშავებელ ობიექტებზე უკრაინული დრონების თავდასხმას. ეს დღეებია, ეს ინფორმაცია არის ტრენდში, სოციალურ ქსელებსა და ზოგადად გლობალურ პოლიტიკაში, რადგანაც ამას არავინ არ ელოდა, რომ უკრაინა საკუთარი წარმოების დრონებით მოახერხებდა პანიკის დათესვას არა მარტო უკრაინის პერიფერიებზე, არამედ მოსკოვის შემოგარენში. დღეს ჩვენ უნდა ვიმჟელოთ რამ განაპირობა ეს ყველაფერი. მე შევეცდები რომ ვიყო საკმაოდ ობიექტური, იმიტომ რომ იმისგან მივხვდებით რომ ზოგადად ყველაფერში სუბიექტური ვარ მე. და მინდა ჩემი პროგნოზი გაგაცნოთ რა შეიძლება მოხდეს, მოსკოვმა უკვე უპასუხა როგორც მე ვიცი და პროპორციული და არაპროპორციული აქ აღარ განირჩევა, იმიტომ რომ ეს ომი უკვე რუსეთ-უკრაინის ომზე მოგსაუბარი ემსგავსება გარკვეული სახის დეზმეჩს, ანუ ადამიანების სიკვდილით თამას, რაც არის ძალიან ცუდი რა. სიმართლე გითხრათ, არც უწერი ამ ომს ჯერ დამთავრება და მოდი, ეხლა სანამ გადავალ და განვიხილავთ ამ ყველაფერს დეტალურად, გთხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, გამოიწეროთ არხი, გაუზიაროთ ეს ვიდეო მეგობრებს და დანარჩენს მოგიყვებით ყველაფერს დეტალურად. ეხლა რა ხდება მეგობრებო? ეხლა რა ხდება? სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ანუ სანამ უკრაინა მასიურ შეტევას გააკეთებდა 18 ივნის მოსკოვის, ესე ვთქვათ, გარეუბანში, საკმაოდ მასიური თავდასხმა, დაახლოებით 800-ზე მეტი თუ 700-დან 800-მდე ესე ვთქვათ, კამიკაძე დრონები და სხვათა შორის ამ დრონებს ქვიათ ბობერ, თახვი, ბობერ, ბუბრუკურვა ხო ისი და ბობერ, ძალიან ცნობილი მემია TikTok-ზე, რომელსაც უკრაინა აწარმოებს, არის საკმაოდ გამანადგურებელი, მინდა გითხრათ, აი ხედავთ მის იმებს, რა ქვია, შემოქმედებას ნავთობ გადამუშავებელ მთავარ პუნქტებზე. ეს არ იყო მარტო მიზანი, იყო სხვადასხვა რაღაცა, მაგრამ მინდა ხა პროლოგი შემოგთავაზოთ ამ ყველაფრის, ანუ რამ განაპირობა უკრაინის ასეთი მასიური თავდასხმა მოსკოვზე. უნდა გადავიდეთ დაახლოებით 2 კვირით ადრე. გახსოვთ მე რომ ვიდეო ჩავწერე, რუსეთი როდესაც კიევს მასიურად ბომბავდა. ეს იყო ძირითადი თავდასხმები ბალისტიკური რაკეტებით, კინჯალის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით, სხვადასხვანაირი ტიპის ახალი ფრთოსანი რაკეტებით, ასევე დრონებით, იყო მასიური დაბომბები. განსაკუთრებით მე რაც არ მომეწონა, უნდა ვთქვა და რა თქმა უნდა დავგმო, რომ რუსეთმა კიევში დაბომბა ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტაძარი, რაც საშინელება არის, არ ვიცი ხა ეს გამიზნულად მოხდა, არ მოხდა გამიზნული, მნიშვნელობა არ აქვს, ამას არ აქვს, იმიტომ რომ ეს იყო საშინელება, კიევის ლავრაზე მოგსაუბარი, რომელსაც მოხდა რაკეტა და ბუნებრივია ეხა, რავი, ამაზე ხმის არამოღება ეხა ნიშნავს, რომ ხარ თანაზიარი ეხა ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ომსაც კი საკუთარი წესები გააჩნია, მეგობრებო, ეს მინდა გითხრათ, იმიტომ რომ რაც არ უნდა ვიღაცებმა მოიტანონ თავი მორალური არმია ვარ, მაგალითად ისრაელი რო ამბობს ხშირად, რანაირი მორალური არმია ისრაელია, ღაზა დააუთოვეს, რუსეთის საცხოვრებელ კომპლექსებს ბომბავს, უკრაინა ბომბავს ასევე საცხოვრებელ სექტორებს, ანუ უდანაშაულო აქ და ალალ მართალი, ანუ რეჟიმი არ არსებობს სოფლიოში, მინდა გითხრათ. ანუ არ არსებობს. ყველას აქვს სიცხლში გასვლილი ხელები. აქ ჩვენ მორალურად საუბარს ვეღარ დავიწყებთ, ხა მორალურად რომელი მართალია, ესეთი კონცეფცია არ არსებობს. ომია, ომში კვდებიან ბავშვებიც, ქალებიც, ორსულებიც, ყველა ადამიანი აბსოლუტურად. მაგრამ ომსაც გააჩნია საკუთარი წესები, აი რისგანაც ხა ეს საუბარი დავიწყე, მაგალითად ფაშისტები, როდესაც დაიწყეს, ანუ სანამ დაიწყებდნენ ოპერაცია ბარბაროსას, მაქამდე არ ურტყავდნენ სამოქალაქო ობიექტებს. ამაზე ხმოვანი შეტყობინებებიც არსებობს და დოკუმენტები, რომ ჰიტლერი აფრთხილებდა ვარშავას, პრაღას, მაგალითად პარიზს, რომ თქვენ ქალაქში შემოვდივართ და ან იარაღი დაყარეთ, ან გაგასწორებთ მიწასთან. ანუ დაახლოებით 6 თვიანი ოკუპაციის პირობებში, რომელმაც ფაშისტებმა მთელი ევროპა 6 თვეში მუხლებზე დააჩოქეს, არც ერთი სამოქალაქო მოსახლე არ მომკვდარა ევროპაში. ეხლა ბარბაროსა როდესაც იწყება და უკვე აღმოსავლეთ ფრონტი იხსნება, მაგ შემთხვევაში უკვე პირველ კვირებში იყო გენოციდალური მსხვერპლი, დაახლოებით მილიონ ჯარისკაცზე მეტი აიყვანეს მაშინ ფაშისტებმა საბჭოთა კავშირის რიგებში, ესე ვთქვათ, მსახური, მე ომი უკვე ყოველგვარ მორალს გაცდა, უკვე გაუპატიურებები, იყო უკვე ხოცვა, საშინელებები დაიწყო მე. მაგრამ აქამდე 6 თვის განმავლობაში ფაშისტები 39-დან, ესე ვთქვათ, ბარბაროსამდე
ანუ არ ხოცავდნენ სამოქალაქო არ ბომბავდნენ სამოქალაქო ობიექტებს და თან არ ხოცავდნენ სამოქალაქო პირებს. ნუ ეს იყო ერთ-ერთი ცნობილი ფაქტი, როდესაც ბრიტანეთმა ღამით დაბომბა ქალაქი დრეზდენი და მერე დაიწყეს ფაშისტებმა უკვე ლონდონის დაბომბვა, თორე ფაშისტები არ ხოცავდნენ აქამდე სამოქალაქო პირებს. ეხლა უყურეთ, როდესაც ჩვენ მორალურ არმიაზე გვაქვს, არ ვიცი რა ტერმინია, ეხლა მე მინდა მესამე კადრი გადავრთვა ეხლა ის განახოთ. ესეც არის მოსკოვის ესე ვთქვათ შემოგარენი, ძალიან ძლიერი ცეცხლი იყო. ნუ ეს გამოაქვეყნა ხა უკრაინის იმან, რა ქვია, შეერაღებულმა ძალებმა. და ნუ ეხა განწყრომის მიზეზი რა თქმა უნდა გასაგებია, ხო? როდესაც მიწასთან გასწორებენ, შენც აკეთებ პასუხს. მე რა აქ არ მომწონს ყველაზე მეტად ეხა მინდა გითხრათ. რუსეთ-უკრაინის ომში. ანუ რუსეთ-უკრაინის ომს არ უწერია დასასრული. ანუ ეს უკვე გავს, ანუ უსასრულობის ომს. ტრამპის მოსვლამ ვერაფერი შეცვალა, კუშნერისა და ვინტკოფის ვიზიტებმაც ვერაფერი შეცვალეს, ირანმა ვერაფერი გააკეთა, ჩინეთმა ვერაფერი გააკეთა, ევროპა ხო საერთოდ ვერაფერს ვერ აკეთებს. ანუ თითქოს, ანუ ეს ომი საერთოდ არის მიგდებული, ანუ აი მიგდებული, რომელიც არავის არ აინტერესებს ამ ქვეყნად. და იმის პარალელურად, როდესაც ირანმა მარტში, თებერვლის ბოლოს, ირანზე როდესაც თავდასხმები დაიწყო და დაახლოებით თვე ნახევარში სრულად დასრულდა უკვე აგერ ტრამპის აწერს ხელმოწერას და ისრაელსა და ამერიკას შორის იძაბება, მაგაზე კიდე სხვა ვიდეოს ვაპირებ რომ ჩავაგდო. ანუ ირანმა წინააღმდეგობა გაუწია, აი მოდი ხა იმაქსენა გელაპარაკო. ანუ ირანმა, როდესაც ომი დაიწყო, თებერვლის ბოლოს, ირანს თავს დაისხა ისრაელი და შეერთებული შტატები. ანუ სოფლიოში ყველაზე ძლიერი დუო. ანუ სოფლიოში ყველაზე ძლიერი დუო. ახლო აღმოსავლეთში ისრაელი არის საუკეთესო შეიარაღებული ძალები, საკუთარი დაზვერვით, კონტრდაზვერვით, შეიარაღებული ძალები, ტექნოლოგიებით, ანუ ამერიკა რა არის, აღარ მინდა ხა ამაზე ლაპარაკი, ხო? ანუ ირანმა მოიგერია სოფლიოში ყველაზე ძლიერი არმია საკუთარ ტერიტორიაზე ისეთან, რომ სახმელეთო ოპერაციას ვერ დაიწყეს. ვერც კუნძულ ხერხზე ვერ ამიგადასვეს და აგერ ამ დიპლომატიამ შედეგი გამოიღო, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი შეინარჩუნა 30 მილიარდი აქ თუ 300 მილიარდი ამერიკას გადასახდელი ირანზე, რომ ეს რეპარაციები და ეს მატერიალური ზიანი რაც მიიღო, ეგ აღადგინოს, რაზედაც გააკრიტიკა უკვე ქსენეთმა, ისრაელის პარლამენტმა და თქვა, რომ ვის ეხმარებით თქვენ და ისრაელ-ამერიკას შორის დაიძაბა ურთიერთობები, მერე ვენსი გამოვიდა გუში და თქვა, რომ ისაო რა ქვია, ისრაელმა ჯობია საკუთარი ადგილი ისწავლოს ფაქტორი, პრეზიდენტი ტრამპი რო არ ყოფილიყოსა და ისრაელი არ იქნება, რაღაც სერიოზული სიგიჟები ხდება რა სოფლიოში და ანუ ირანმა ამერიკას დაახევინა უკან სტრატეგიულად, რა თქმა უნდა, ომი ამერიკას არ წაუგია, მაგრამ სტრატეგიულად უკან დაიხია. და ნუ ისრაელი საერთოდ შერჩა ერთი ჰეზბოლა ლიბანში, სამხრეთ ლიბანში. ირანმა ერთ თვეში დაამთავრა ყველაფერი და ეს რუსეთი ძმაო 5 წელი გავიდა, 5 წელი გავიდა. ანუ 6 თვეში ფაშისტებმა აიღეს მთელი ევროპა. 6 თვეში ფაშისტებმა აიღეს მთელი ევროპა. სანამ დაიწყებოდა ოპერაცია ბარბაროსა და დაიწყებოდა აღმოსავლეთ ფრონტი გაიხსნებოდა და მილიონიანი მის მონაგარით იქნებოდა რამოდენიმე კვირაში ვერმახტი. და რუსეთმა მთელი ამ 5 წლის განმავლობაში, ხალხო, დონეცკი და ლუგანსკი ვერ გაცდა, ოდესაც კი ვერ აიღო. ანუ უბრალოდ სასაცილოა. აი უბრალოდ სასაცილოა. 5 წელი რამხელად როა იცით? მეორე მსოფლიო ომი იყო 5 წელს რადიუსში. დონეცკი, ლუგანსკი ოდესაც ვერ აიღო დალოცვილი. ბიჭო, იმას კი არ ვამბობ, რომ რუსეთს არ შეუძლია აიღოს უკრაინა. მაგას არ ვამბობ. ან იმასაც არ ვამბობ, რომ უკრაინას კიდე მეტი რატო არ შეუძლია. აქ საუბრობ იმაზე, რომ ეს ომი თუ არ არის თითიდან გამოწვეული და კარგად შეთანხმებული. არ ვიცი ზედა ზალების მიერ მე ეგეთ შავეჭილი მომრჩება, რა ახსნა აქვს ამ ყველაფერს, რომ ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო 5 წლის განმავლობაში დონეცკს და ლუგანსკს ვერ ცდება, ანუ ვერც იგი დამხარებს და ხალხი უბრალოდ ყდება, რუსები აქეთ ყდებიან, უკრაინელები იქეთ ყდებიან. აი რა ახსნა აქვს ამ ყველაფერს აი მითხარით. საწყალი უკრაინელები, დედები და ისინი რამდენი კადრები ძალით მიათრევენ ომში, რომ მოყოდრენ. და აგეთ ნუ ხა რუსას ფეხებზე კიდიათ რამდენი მოუკვდებათ ხა ეს ისტორიულად ვიცით ეგ ფაქტი. ბიჭო აი ლოგიკა მიხსენით უბრალოდ რა რუსეთ უკრაინის ომი რა ფენომენია დაწერეთ დაბლა კომები მე დასკვრა ვერ გამომაქვს. ანუ მიზანი არის თითქოს გლობალურად რომ რუსის და უკრაინელი უბრალოდ უნდა მოკვდეს. აი შეკვეთილია ზემოდან არის აი ესეთი რეკვესტი გამოგზავნილი რომ რუსი და უკრაინელი ხსალავები უნდა ჩაიხოცნონ.
ლოგიკას ვერ ხედავ ძმაო, გამოდის ის კინჯალი დაბომბავს, მე იმას რა ქვია, ბობერს გაუშვებს, მე ლავრას ბომბავს, მე სამოქალაქო ობიექტებს, უკრაინა მას დაბომბა საბავშვო ბაღი და მოკლა რუსი ბავშვები, ასევე რუსეთმაც დაბომბა საბავშვო ბაღი და მოკლა უკრაინელი ბავშვები. ორივე სახელმწიფო არის თავიდან ბოლომდე სისხლში. მორალური არმია მსოფლიოში არ არსებობს. რა ისრაელს მოგონა რა რომელი ისრაელია მორალური არმია, ისრაელს რო სისხლი აქვს ხელებში, საკუთარში გავლილი ღაზაში, ლიბანში და იქ, რავი, ქვეყანა არ არის, მე მგონი მეორე. უბრალოდ მეცოდება ხალხი, ანუ სერიოზულად კადრები ვნახე, ქალების ბავშვები რა 18-17 წლის ბავშვები მიყავთ ძალით ომში. ზელენსკის რეჟიმზე მაქვს საუბარი აქ მე პირდაპირ. ზელენსკის რეჟიმი, არანაირი ზელენსკის თავრობა, ზელენსკის რეჟიმი, რომელიც ძალით ერეკება საწყალ უკრაინელ ახალგაზრდებს ომში, სადაც დაღუპვისთვის არის განწირული. ნუ პუტინს ფეხებზე კიდე ამესმის, პუტინი ერეკება ასევე. მაგრამ განსხვავება რუსეთ-უკრაინის შორის ისე რომ რუსეთში არ არის საყოველთაო მობილიზაცია. უკრაინაში არის. ანუ უკრაინის თანამედროვე ტენდენციური ომის კანონებიდან გამომდინარე, უკრაინა ომად აღიქვავს ამას და რუსეთი ვაენაია ოპერაცია. განსხვავება ეს არის. ეხლა ქართულში გეუბნება რამდენიც არ უნდა იყვირონ, რუსეთში არ არის საყოველთაო მობილიზაცია, უკრაინაშია. უკრაინისთვის ეს ყველაფერი არის ომი, რუსეთისთვის სამხედრო ჩვეულებრივი ოპერაცია. უბრალოდ ორივე შემთხვევაში კვდება ხალხი. რა გვერ გამონახეს ბიჭო საერთო რაღაცა რომ დაალაგდნენ და ხალხი არ მოკვდეს უბრალოდ. ტერიტორიას მაინც იღებდეს, ტერიტორიას მაინც იღებდეს. ისრაელი რომ ომობს, ისრაელი იმაში მაინც არის მაგარი რომ ჰეზბოლას რომ შედის, იღებს სიხეებს და ამაგრებს, ებრაელებს აყენებს იქ ჯარისკაცებს და ინახავს. ღაზაში შევიდა ცახალი, დააყენა ისრაელი ჯარი. რუსეთი ამაზე ვერც უკრაინა აკეთებს, ვერც რუსეთი. ეს რა ომია, მე არ ვიცი ხალხო. ეს არის ყველაზე დიდი შტერობა, რაც მე სამყაროს ისტორიებში კლაუზევიცი რო გადმოვიტანოთ, ყველაზე დიდი სამხედრო სტრატეგოსი ალბათ კონფუცისა და სუნძის შემდგომ, კლაუზევიცი და ეგენი რო გადმოვიყოთ ჩვენ და რომ მიუდგეთ ამ ყველაფერს ომის კანონებით, ეს არის სასაცილო ომი თავიდან ბოლომდე რა. ანუ შეკვეთილია თითქოს მე სერიოზულად ვამბობ, რომ სლავი ხალხი უნდა მოკვდეს უბრალოდ. უკრაინელის და რუსიც. არ ვიცი ვის აქვს შეთქმული ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი ძალიან მაგორას მე ისინი კომუნისტურ გენოციდს ზუსტად, როდესაც კომუნისტები მოვიდნენ იქ. რაც გააკეთეს მაშინ კომუნისტებმა, მე საუბარი მაქვს ლენინ და ტროცკი, სანამ სტალინის ძალიან მაქვს საუბარი, სტალინის დროს ბაირამობა იყო მართლა. თქვენ ვინც რუსული იცით, კარგად შეგიძლიათ ჩაწეროთ ლენინი და ტროცკის წითელი ტერორი. კრასნი ტერორი ეს არის ძალიან ცნობილი ისტორიული ფაქტი, ეს არის, როდესაც ახალი მოსულები არის. 33 წლის რეპრესივი არაფერია ხალხო მაგათა შედარებით. წითელი ტერორის დროს რუსეთში გაჟლიტეს ინტელიგენცია. ბოლშევიკებმა გაჟლიტეს ინტელიგენცია. ნახეთ როგორი თემა იყო. ახლა რუსი ხო გეზიზღებათ. რუსები მაშინ იყვნენ ინტელიგენტი ხალხი. ჩვეულებრივი განათლების კერები იყო, თქვენ ვინც გიყვართ აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ყველანი მიდიოდნენ რუსეთში პეტერბურგი იყო ჩვეულებრივი ბრიტანული სასწავლებელი. კაცო, მოვიდნენ ბოლშევიკები გაჟლიტეს, თავი დედაბუდიანად გაჟლიტეს. ანუ წითელი ტერორი, ეს არის ძალიან ცნობილი ისტორიული ფაქტი. ანუ ვერც შეედრება ციფრებით რა მოხდა 23 წელს და იმის ბერია სტალინი არაფერია. ბერია სტალინი გასართობი რამეა. ლენინმა და ტროცკიმ თეთრების გენოციდი მოაწყეს საერთოდ. ბოლშევიკები ვინები იყვნენ, ეხლა და ვინები განაგებდნენ და ვინები სიონისტური თელი მოძრაობები ვინ იყო, ეხლა აღარ ვალაპარაკო. და ვიც ისტორია იცით, მიხვდები და მე რას გულისხმობ. გაჟლიტეს ბოლშევიკებმა. ლენინმა ტროცკიმ გაჟლიტეს უბრალოდ იმის გამო ხრეტავდნენ, რომ უბრალოდ იყავი მაგალითად თავადი შვილი. უბრალოდ, გვარი ქონდა მაგის გამო დაახლოებით იგივე შინაარსია ამ ყველაფერში რუსი და უკრაინელი რო კვდება ეხლა. მიზანი არის უნდა გაჟლიტონ კაცები და ქალები, საჯიშედ გამოიყენონ ალბათ რა. ძალიან მაგრად გავს ეს სცენარი. ბოლშევიკურ ის ოქტომბრის რევოლუციასა და შემდგომ დაწყებულ ამ რეპრესიებს მე პირველ ფაზაზე მაქვს საუბარი. და დღევანდელი რუსეთ-უკრაინის ომი. ერთ-ერთი ჯდება ყველანაირად. მიზანი არის სლავების გენოციდი. მაშინაც იგივე იყო. ხალხო, რაც წითელი ტერორის დროს რუსმა იზარალა, საქართველოს არ დაესიზრება ეგ. ანუ ჩვენ რა თქმა უნდა ბევრი მოგვიკლეს ახლა, საშინელება იყო. რა თქმა უნდა ეგ დანაშაული მოხდა, რაც ბოლშევიკებმა ჩაიდინეს. მაგრამ რაც რუსმა მაშინ გადაიტანა, ვინც ისტორია კარგად იცით ახლა. არ ვიცით ახლა ვინც ლაშა ბუღაძესთან არის სილებს უსმენთ, შეგიძლიათ უსმინოთ, მაგრამ მე აქ საუბარი მაქვს რაზე, რომ კონკრეტულად საუბარი იმაზე მაქვს, რომ როდესაც დაიწყო გენოციდი, ინდუსტრიალიზაცია ქვია ამას პოლიტექნოლოგიის ენაზე, რასაც მიმართა ვახთავი მეტკინა ახლა კომუნისტებზე რო ვლაპარაკობ, მაგრამ უნდა გითხრათ ბოლომდე რა
ეხლა უყურეთ, მარქსიზმი უნდა განხორციელდეს იმ გზით, რასაც ქვია კაპიტალიზმიდან ფინალი კომუნიზმი. ანუ მარქსიზმის კლასიკური განმარტებით კაპიტალიზმი თუ არ გაიარე, კომუნიზმი ვერ მოვა. ანუ welfare state-ი ვერ დაარსდება. მაგრამ ნახეთ, ლენინმა თქვა, რომ სად ველოდო ეხლა მე როდის გაივლის კაპიტალიზმი, ჩემი საფლავში ძვლები დახმება, მე როგორ მოხდება. ამიტომ უნდა დავიწყო ახალი ინდუსტრიალიზაცია, შემოვიდა ლენინიზმი. ლენინიზმი რას ნიშნავს? ანუ მარქსი არსად არ ამბობდა ხალხი დახოცეო და მაგაზე მოიტანეო. მარქსი ამბობდა, რომ კაპიტალიზმი უნდა გაიარო, მერე მოდის უკლასო საზოგადოება და ჩვენ შევახცევთ ამ უკლასო საზოგადოებიდან, ანუ პროლეტარიეტის დიქტატურა და მივახცევთ ამ უკლასო საზოგადოებას, ანუ ყველა ბედნიერი ვიცხოვრებთ. რა თქმა უნდა, იდიოტობაა და არავინ ბედნიერი არ იქნება. ეს არის როგორც ლიბერტარიანიზმი არის აბსურდი, გირჩიზმი, ისევე არის კომუნიზმი. ეხლა უყურეთ თემა რა არის. ანუ ინდუსტრიალიზაცია ნიშნავდა ხალხის დახოცვას. ანუ შენ თავადი, ანუ ბურჟუაზია უნდა მოსპო. ანუ ბურჟუაზიის მოსპობა რას ნიშნავს? ანუ გვარად თუ იყავი აბაშიძე, უნდა მომკრარიყავი. აი გვარად თუ იყავი რომელიმე ჭავჭავაცი არა, მე იმის გამო ყავი, რომ გვარი ქონდა. ანუ შენ შეიძლება კომუნისტი ყოფილიყავი, მაგრამ გვარი ქონდა ეგეთი. ანუ ნახეთ თემა რა იყო, იმიტომ მოვიდნენ მე სვავადყოფები. ერთი სტალინი იყო, მე ვაღიარებ, სტალინი იყო ერთი უდიდესი პიროვნება, რომელმაც ეს ყველაფერი იქ სტალინი რო არ ყოფილიყო, კარჩე უდიდესი კიდევ უფრო დიდი ბოროტება იქნებოდა კოლიდორე სტალინმა კიდე შეინარჩუნა ტროცკიზმი რო გამეფებულიყო ტროცკიზმი დაანგრევდა საერთოდ კაცობრიობას საქართველოში დღეს აი სული აღარ ექნებოდა ხალხურ არაფერს სტალინი იყო უდიდესი ერთადერთი მე რასაც ვამბობ კომუნისტების აი მთელი ამ 60 წლიან ისტორიაში სტალინი იყო ერთადერთი ფენომენი რომელსაც ვერაფერი ვერ შეედრება საერთოდ სტალინმა მოიგო მეორე მსოფლიო ომი და სტალინმა შეინარჩუნა ოჯახის კულტი თორე ლენინი და ტროცკი ამბობდნენ რომ საერთოდ თქვენი ცოლები დააწვინეთო ჩვეულებრივი გენერიმათანო რო კი ოფიცრებთანო ანუ ამაზრზენი იყო თავიდან ბოლომდე ბოლშევი. ხა საიდანაც წამოვედი ბოდიში თქმა უნდა საინტერესო თემა. მე მინდა გითხრათ ხალხო ესეთი რამე. დღევანდელი რუსეთ-უკრაინის ომი ემსგავსება მაგას რა. ეს მიდის სლავების გენოციდი. არ ვიცი მიკურირებს ამას კულისებს მიღმა, მაგრამ ეს ომი რო არის შეკვეთილი, ეს ომი რო არის დასავლეთიდან თავს მოხვეული და დღესაც რომ მიდის ბრძოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უკრაინულ მიწებზე, რომელიც არის ყველაზე ნაყოფიერი განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინა, დონეცკი, ლუგანსკი და იმაზე მაგ სადაც საძოვრები მეტია, ისე რა ქვია ხორბალი მეტია მთელი დედამიწის ექსპორტის და ახლობით 30%-იდან მოდის. ყველაფერი ძვირფასი რაც არის, დღეს არის ალში, ვიღაცას არ აწყობს და ვიღაცა ამ გეოპოლიტიკურ მაკინდერის ენაზე რო შევაფასოთ, ბრძოლა მიდის სწორედ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არეალისთვის, მაგრამ ეს არ არის მარტო ბრძოლა, ეს არის გენოციდი მაგ ხალხის, ვინც მან ცხოვრობს. რიმლენდი და ჰარტლენდი. ჩაწერეთ და მიხვდებით. აქედან გამომდინარე, ხა მე სიმართლე რო გითხრათ ხალხო, პირდაპირ გეტყვით რა, აქ რუსი მოიგებს უკრაინანი, ორივე დამარცხებულია. ორივე დამარცხებულია ამ ომში. ნუ რუსეთს უფრო მეტი შანსი აქვს, იმიტომ ბირთვული ქვეყანა მესმის. მაგრამ თავიდან ბოლომდე მინდა გითხრათ სიმართლე, რომ კარგი უკენი და ჭკვიანურად მოიქცეთ ამ თამაშში ჩვენ რო არ ავყევით რა. იმიტომ რომ აქ ისეთი ძალები ფიგურირებდნენ, აქ მე დარწმუნებული ვარ, ეხა კუშნერის მამა არის, იქ რა ქვია, რუსეთში აქვს ბიზნესები და კუშნერი ეხა ამერიკის ტრამპის უკან და რუსეთი და სიონიზმი და ანუ ეგ ეხა აღარ მინდა ჩავიდეს სიღრმეებში, აქ მე რა ლოგიკა მიდის და როგორც კვიპროს დამართავენ ეხა და ახალი ისრაელი და მთელი ამბები, მე დარწმუნებული ვარ მაგაში, რომ უკრაინაც ეს არის ლეგალური სამიზნე. მადლობა ღმერთს კიდევ ერთხელ უფრო საქართველოსთან მე პატარა ტერიტორია ვართ, მაგაში მაინც გაგვიმართა პირველად ისტორიაში და არავის ისე არ ვაინტერესებთ. თორე აქ რო ჩვენ ვინმეს ვაინტერესებდეთ სერიოზულად ხალხო, ხო აი დავით აღმაშენებელი კი არა, ის ვერ გადაგარჩენათ ამ ქვეყანაზე ვერავინ. არ ვიცი, ხო გეუბნებით, ეს არის საშინელება რაც ხდება, ხალხი კვდება, ეს ომი ამ ომს დამთავრება არ უწერია, მოსკოვი ბომბავს კიევს, მიწასთან ასწორებს, კიევი ბომბავს მოსკოვს. ირანმა უფრო გაატრაკა, აი პირდაპირ ვამბობ რა, ირანმა უფრო გაატრაკა მსოფლიოში და ირანმა დაანახა რომ არის ძლიერი ძალა, ვიდრე რუსეთმა. აი პირველად ვამბობ ამას შემიმაში. ირანმა იმენა დააბრახუნა რა, აი უძინართ ამზეში როა, ხო იცი, დავით დააბრახუნე, აი დაახლოებით ეგრე დააბრახუნა ირანმა ამერიკას უკან დაახევინა, რა თქმა უნდა, ამერიკას ომი არ წაუგია, მაგრამ სტრატეგიული უკან დახევა იყო, იმიტომ რომ მოლაპარაკებებზე დაჭრდნენ ისლამბეთში, მაშინ პაკისტანში და ისრაელმა ცალკე შეწყვიტა დაბომბები და დაბომბა ბოლოს ირანმა ხმა ვერ გასცა ისრაელმა. ანუ ტრაკიანი ქვეყანაა ირანი ხალხო, მაგარი ტრაკიანი ქვეყანაა ირანი. რუსეთზე ამას ვერ ვიტყვი. ვეღარ ვიტყვი ამას. მოსკოვში, ანუ
სოფლიოში ანუ ყველაზე დიდი ბირთვული არსენალი გაქვს მოსკოვში ცხოვრობ ანუ რომელიც არის ყველაზე მოხოდილი რუსული სავაჭრო ბიზნესი რავი ამ საგულაო ცენტრი და ამ დროს შეიძლება ბობერის ტიპის კამიკაძე დრონი დაგეცეს და დამთავრდა შენი ცხოვრება ვიღაც რუსის ნაშას რო ხარ ჩახუტებული და რავი არ ამგონია ეს საუკეთესო არმია იყო სოფლიოში არ მიახლოებული საერთოდ ნუ ეხა რუსეთი მის ტრაკი ყოველთვის ეკრემა საქართველოს ომი მოუგოს უკრაინას გარკვეულ წილად ამ მოსაზღვრე ქვეყნებს даже იმასაც ვერ უგებს უკრაინას რასაც აკეთებდა და ხოგენ 5 წელში სმაო 6 თვეში აიღეს ფაშისტებმა მთელი ევროპა რუსეთმა 5 წელიწადში დონეცკი ლუგანსკი და ვსო даже ოდესაც არ არის აღებული არ ვიცი ხალხო მე კიდევ ერთხელ მე იმის არ ჯერა რუსეთს ეს არ შეუძლია რუსეთს რა თქმა უნდა შეუძლია იმიტომ ძალიან დიდი რესურსი აქვს რუსეთს უბრალოდ ამას არ აკეთებენ რატო არ აკეთებენ რატო ვერ აკეთებენ ეხა მაგაზე რო დავიწყო და შეთქმულების თეორიებს გავყვე ჯობია სხვა ვიდეოსთვის გადავდოთ ეგ თემა რა თქვენი ვერსიები დაწერეთ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით რა მიგაჩნიათ როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი და რა პროგნოზები გაქვთ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი მე პირდაპირ გეტყვით რომ მე როდის მორჩება ეს ომი რავი ღმერთმა იცის წარმოდგენა არ მაქვს ხალხო ლოგიკას არ ექვემდებარება ეს ომი მე არ ვიცი აქ რა მოხდება საერთოდ პუტინი რეალურად მტრობდა ზელენსკის და ზელენსკი დაგულაობდეს სომხეთში რავი რა მარტივია გიუმრიდან ესროლო ზელენსკი აღაფეთქო ვერ აკეთებენ არ აკეთებენ თუ ვერ აკეთებენ არ ვიცი ამდენ ოპერაციას გეგმავს უკრაინა აფეთქებს ყველაფერზე მოსკოვში და ერთი პუტინი რა გახდა მაგას არ აკეთებს ანუ გეოვნებით ეს არის ხალხო შეთანხმებული თამაში რომელიც მიმდინარეობს რა ხალხის მოკვლაზე ხალხი ყვდება რუსიც და უკრაინელიც არ ვიცი მე თუ რამე ძმაო არასწორად თქვი რავი თქვენ დაწერეთ აბლა კომენტარებში და ლაიქეთ ვიდეო გამოიცეთ არხი დროებით